იცოდით რისგან ამზადებდნენ კბილის პროთეზებს მე-16 საუკუნეში, ან რომელი ომია ყველაზე ხანგრძლივი თანამედროვე ომების ისტორიაში? ვინ ააშენა ეგვიპტის პირამიდები ან ვინ იყო პირველი ევროპელი, ვინც ამერიკის მიწაზე ფეხი დადგა? თქვენს წინაშეა გასაოცარი და საინტერესო ფაქტები კაცობრიობის განვითარების ისტორიიდან. არასოდეს არაა ზედმეტი, გაიგო რამე ახალი იმის შესახებ თუ საიდან მოვდივართ და რა გზა გამოვიარეთ. მაშასე დავიწყოთ. ადამიანები ნადირობით და შემგროვებლობით იყვნენ დაკავებულნი კაცობრიობის არსებობის მთელი დროის 99%. მეცნიერთა აზრით, კაცობრიობის არსებობის ისტორიაში მთლიანად ყველა ომში დაიღუპა 1 მილიარდამდე ადამიანი. პირველი მსოფლიო ომი მე-6 ადგილზეა დედამიწაზე მომხდარი საომარი კონფლიქტების დროს დაღუპული ადამიანების რაოდენობით. 535 წელს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფერო დაიფარა მტვრის ხრუბლით, რის გამოც მზე აღარ ჩანდა თითქმის 1 წელი. ამან გამოიწვია შიმშილი, სიცივე და შავი ჭირი. სხვადასხვა რასის ადამიანებს შორის ქორწინება ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრძალული იყო 1776 წლიდან 1967 წლამდე. პირველი საავტომობილო ავარია, საინტერესოა როდის მოხდა, ის ოჰაიოში 1891 წელს დაფიქსირდა. 1836 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში შობა იყო აკრძალული, რადგან წარმართულ დღესასწაულად ითვლებოდა. აცტეკები ყოველწლიურად მსხვერპლად წირავდნენ ქვეყნის მოსახლეობის 1%-ს, ანუ სულ 250,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა ქურუმების ნებას. თუ მსოფლიოში მომხდარ ომებს განვიხილავთ პროპორციულობის თვალსაზრისით, ომების თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სისხლიანი იყო პარაგვაის ომი. მან შეიწირა ქვეყნის მოსახლეობის 60%. ომის შემდეგ პარაგვაიში ერთ მამაკაცზე 4 ქალი მოდიოდა. ძველ ეგვიპტეში მონებს უსვამდნენ თაფლს, რომ ბუზები მათ დახვეოდათ და ფარაონი არ შეეწუხებინათ. დღევანდელი ვიდეო ამით დასრულდა. დაწერეთ რა თემაზე გსურთ რომ მიხილოთ ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე.